გიგაავალიანის მკვლელობის საქმეზე დღეს განხილვის მთავარი თემა სწორედ ის მიმოწერებია, რომელიც ნია იმნაძის ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანი გოგონას ბებიამ გაასაჯაროვა. ეს მიმოწერები ასახავს ალექსანდრე გაბაშვილის პირის, რომელსაც ედავებიან სწორედ გიგაავალიანისთვის სახეში დარტყმას, რის გამოც უკვე სავარაუდოდ ის გარდაიცვალა და ერთ-ერთი ბრალდებული გოგონას ანინას ყიდაშვილის მიმოწერას, რომელიც თითქოს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნია იმნაძე არ იყო საქმის კურსში, თუ კი იგეგმებოდა გიგაავალიანზე თავდასხმედა სწორედ ამასთან შრები დავუსვით დღეს კითხვები ეკა კუპატაძეს გიგაავალიანის დედას, რომელიც ამბობს, რომ ეს მიმოწერა მას უკვე დიდი ხანია აქვს ნანახი და რომ ეს არაფერს ცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ ნია იმნაძეს დანაშაულის და მკვლელობის ორგანიზებას ისაც არავინ ედავებოდა, მას ედავებიან წაქეზებას და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი და მოტივი. ნია იმნაძემ ეკა კუპატაძის განცხადებით ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი შეყვარებული იყო მოძალადე, მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, ეგრეთ წოდებული პედოფილებისგან გაეწმინდა ქვეყანა და სწორედ ამ მოტივით ის მოქმედებდა და ბუნებრივია, როდესაც კუპატაძის განცხადებით მანიპულაციურად მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმნაძემ მის შეყვარებულს, მას თავისთავად ექნებოდა ინფორმაცია და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სწორედ ძალიან მძიმე შედეგით დასრულებულიყო. ყველა ტომი რომ გააშუქონ, ვერსად ვერ იპოვონ შესაძლოა წადიმოკალი. იმიტომ რომ ეს არის დაკვეთა. ჩვენ ვედავებით მათ წაქეზებას რითი მანიპულაციით მოახდინა. ფაქტია, მარტივი იყო კრიმინალისადმი მიდრეკილ ჩამოუყალიბებელი პიროვნების მიმართ მანიპულირება. ყველაზე ეფექტური იყო მოძალადისთვის ემოციური აბურთავება. მე ერთ რამეს გეტყვით, გენაცვალეთ. აქ არ არის იმნაძე გაბაშვილს შორის მიმოწერა. ეს დაგვიდო. ეთისონიძემ პროკურორმა სასამართლოს შემდეგ თქვა ასეთი რაღაც, რომ ნია იმნაძემ უთხრა იმას, რომ მასწავლებელი ავიწროებდა სექსუალურად და ეს უთხრა ისეთ კრიმინალ შეყვარებულს, რომელიც ებრძვის პედოფილებს. მაგრამ ეს იმას კერიშოს გიგამართლა ავიწროებდა. იმან უთხრა, კი, მაგას ვამბობთ, ლეკიშვილო, მაგას ვამბობთ, რომ ნია იმნაძემ უთხრა, რომ გიგა ავიწროებდა, მაგრამ აქ არის კითხვა, ავიწროებდა. უთხრა, კი, აი მაგედმა ეხლა თავისი ბრალი განამტკიცეს. დიახ, უთხრა ნია იმნაძემ, რომ ვის კრიმინალისადმი მიდრეკილს, როგორც რომ ეგონა, რომ საქართველოს გაწმენდა და მერე მსოფლიოს გაწმენდა ეგრეთ წოდებული პედოფილებისგან, უთხრა გაბაშვილს, რომ მასწავლებელი ავიწროებდა და მაგრამ ავიწროებდა, კითხვა ეს არის. ეკა კუპატაძის განცხადებით ის გარემოება, რომ მიმოწერებში ერთმანეთთან საუბრისას ფრთხილობენ ამ დანაშაულის მონაწილე პირები, არასრულწლოვნები, მისთვის გასაკვირი არ არის, რადგან საქმის სხვა მასალებიდან დგინდება ისიც, რომ სხვადასხვა ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანი ბიჭები, როდესაც ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, ან თუნდაც ნას ყიდაშვილს აწვდნენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, ისინი ერთმანეთს თხოვდნენ მიმოწერების წაშლას. ხშირად ეუბნებოდნენ ერთმანეთს, რომ არ შეეძლოთ სოციალურ ქსელებში კომუნიკაცია, ჯობდა ეს კონკრეტული დანაშაული დაეგეგმათ პირისპირ შეხვედრის დროს და სწორედ ეს გარემოებები ეკა კუპატაძეს კიდევ ერთხელ უმტკიცებს, ეჭვებს და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რა საუბრობენ მიმოწერებში, ანუ ამ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შეყვარებული ბიჭი საუბრობს იმაზე, რომ ნია იმნაძემ არ იცის, რომ ძალადობა იგეგმება, ნამდვილად არ ადასტურებს იმას, რომ წამქეზებელი ნია იმნაძე არ ყოფილა. ანინას ყიდაშვილიც ძალიან კარგად ფლობს ამ მანიპულატორობის ტექნიკებს, აბურთავებას გულისხმობ. იგივე ანინას ყიდაშვილი ეუბნება იგივე მიმოწერებში, რომ დაანებე ვაფშე თავი და მეორე წუთში ეუბნება წარმომიდგენია რას უზამ, ხო? და ათამაშებს ამ სისხლის მსმელს და მაპატიეთ, მაგრამ ისევ სისხლის მრწყეველ, ვისაც კი ეჭვი გეპარებათ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ეჭვის ქონის უფლება და მით უმეტეს ეს ეჭვი არის სიცოცხლის უნარიანი. 10 არასრულწლოვანმა ჩაიდინა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა, ხო, ხალხო, თქვენზე მეტად მიკვირს, უფრო მეტად მიკვირს ის, რაც საქმის მასალებში დევს. ჩიქოვანი რიკაძე ამბობს, რომ აქ ვერ გეტყვი, გამოდი შევხვდეთ. ბიჭო, ეს წაშალე და ასე შემდეგ.
კვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსში ჩაჯდა გაბაშვილი დროის იმით გეუბნებით. რამდენიმე წუთი, 7 წუთი განსხვავება დარტყმიდან მიმამდე, მაშინვე წერს ანინას ყიდაშვილს წაშალე. აგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ს აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშოს თუ არა პიროვნებას და თან ეუბნება დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს. მე რა რომ იყვნენ 17 წლის არასრულწლოვანი ბიჭები, ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან თორემ ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან. გიგავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი ჯამში 10-მდე პირს წაუყენეს, ისინი არასრულწლოვნები არიან და მათ ნაწილს უკვე სასამართლომ შეუფარდა. გარკვეული რაოდენობის სასჯელი, გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე დამდგარია. მომდევნო თვეებში კი უკვე ჩაინიშნება იმ არასრულწლოვანი გოგონების სასამართლოს სხდომები, რომლებსაც გასულ კვირას დაადეს ხელბორკილები. ერთ-ერთი და ის, ვისაც მთავარ ფიგურანტად ასახელებდა გიგავალიანის მკვლელობის პირველივე დღიდან დედა ეკა კუპატაძე არის სწორედ ნია იმნაძე, გოგონა, რომელსაც დანაშაულის წაქეზებას ედავებიან.